ისე თუ ასე რაღაცები გახმაურდა თქვენ შორის და სამწყსოში ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ ამას. პერსონიფიცირებისაგან მე თავს მოვარიდებ. ძალიან სამწუხაროა, რომ იროვნებები, რომელნიც ჩემთან ერთად უკმას იტეხდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ, ძმად და მეგობრად მიმაჩნდა. მე ვარ ამ ეპარქიის მსაჯული და არა მარტო მღვდელმთავარი. ღვთივდადგენილი, მოციქულთა მემკვიდრეობის მადლით. აი, დღევანდელ წაკითხულ სახარებაში ნათქვამია, ნიკოდიმოსი ამბობს, განაჩვენის ჯული დასჯის ო ადამიანს ისე თუ არ მოусმენსო? სწორედ ეს ადამიანი დაბარებული იქნა, წაეყენა ბრალი, იქნა მოსმენილი ეს ყოველივე და მე როგორც ეპარქიის წყემსმა და მსაჯულმა გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი, ვითარცა იუდა და გამცემელი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას. ყავდა გადაბირებული 1 წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ ეს კაცი არის მაღალჩინოსანი და კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელი. მონაზონს გაჰქონდა ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან, თუმცა კი მე არაფერი დასამალი არ ამარ, მაგრამ ხო არსებობს ახსარებები, არსებობს პრივატული საუბრები და ასე შემდეგ, ხო? შიდა ოჯახის რაღაცა და ეს იროვნება ავდათ ეგრეთ წოდებულად არ მინდა რუსული ტერმინი გამოვიყვენო, მაგრამ უფრო გასაგებად ალბათ ბევრისთვის დავერბოუკებული, არ ვიცი რითი დააშანტაჟეს, არ ვიცი რა გაუკეთეს, თუმცა კი მე ვიცი, მაგრამ თავს ვიკავებ ახლა ამისაგან. 1 წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემ და მოусმევ ხელზე და 1 საათში ის აღარ იქნება. აი ესეთი მოვლენები და ვითარება არის ეპარქიაში. ეს პიროვნება არ არის დასამალი, გაილახა, თავისი დაცვიანად გაიქცა აქედან, ყუდამოძუებული, რა თქმა უნდა მე ხელი არ დამიკარებია, იმიტომ რომ მე მაღალი თმენის ვალდებულება მაქვს როგორც მღვდელმთავარი და ეხლა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველანაირი პროვოკაცია და მე ვფიქრობ, რომ მის უკან დგანან ძალები. ეს პიროვნება არის მთავრობის წევრი, დღევანდელი მოქმედი წევრია მთავრობის. თუ ხელისუფლება, თუ მთავრობა მას არ გაემიჯნება, მაშინ ჩემთვის კიდევ ბევრი რაღაცა ცხადი გახდება. მე არ მინდა აქ არავის მე მივეცი მას იმის შანსიც, რომ შეენანე ეღიარებინა, არაერთი ადამიანი პირზე დაადგა მას, თვითონ ეს მონაზონი დაადგა პირზე, რადგან 2 თვის წინ ის მონაზონი მე გავაგდე ეპარქიიდან და ალბათ რომ ნახეს, რომ ის უკვე აღარ იყო საჭირო, მათაც გადააგდეს გვერდზე. და როცა იგრძნო, რომ გამოყენებული იქნა და როცა მიხვდა, რომ გადაგდებული იქნა, აი მაშინ უკვე მან დაასახელა ყველაფერი, შემკვდა და მომიყვა ყველაფერი. მაგრამ ესე აქ არის ძალიან ბევრი ნიუანსები, ბევრი მტკიცებულებები, არა მარტო ესა, არამედ ძალიან ბევრი. ვინც უშლიდა აქ
საკათედრო წყალძრის მშენებლობის პროცესებს და ბევრ რამეს ამ წლების განმავლობაში დღეს მადლობა უფალს რომ ხილებულ იქნა. ეხლა ეს ადამიანი ერთი კაცით მიგზავნის რაღაცით თვითონ მაშანტაჟებს, მეორე პიროვნებას მიგზავნის რომ მომიშვი და ბოდის მოვიხდი და შენ, მაგრამ მე არ მჯერა მაგის აღარაფრის ერთი სიტყვისა და მესამე სიტყვით თვითონ საპატრიარქოში მიდის საჩივრდად. არსებობს კანონიკური სამართლის ნორმები. მე როგორც ამ ეპარქიის საჯულმა და მღვდელმთავარმა მას გამოუტანე განაჩენი და დაუმტკიცდა ის, რასაც მე ვიძახე. მას არ აქვს უფლება პიროვნულად შეხვდეს თუნდაც ქორეპისკოპოსს არ რომელიმე მღვდელმთავარს და პიროვნულად წაიყვანოს. მას შეუძლია მხოლოდ მიმართოს სინოდის სინოდალურ სხდომას, დაწეროს ოფიციალური განცხადება, თუ ამაში გამართლდება, თუ გამართლდება, მე დავტოვებ მღვდელმთავრობას და თუ არ გამართლდება, მე უკვე მე გამოტანილი მაქვს მისთვის განაჩენი. თუ არა და მაშინ ყველას მოუწევს ბევრს პასუხისგება. ასე რომ მინდა რომ საქმის ხოში ჩაგაყენოთ. ყველაფრისთვის იყავით მზად. ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამის უკან დგას ძალიან დიდი ძალა, ეს მარტო არ არის და გააძლიერეთ ლოცვები.